ტაძარი რომ საძირკველი ეკურთხა და დაიწყო ტაძრის მშენებლობა, ჩამოყალიბდა უბანიც. საერთოდ ეს ქუჩა არ არსებობდა, აქ რაღაცა ესეთი ახალი უბანი ჩამოყალიბდა, გაიჭრა ქუჩაც და საკრებულოში, თბილისის საკრებულოში, ესე იგი ჩვენ შევიტანით განცხადება და ქუჩასაც დაერქვა წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩა. პირველი ნომერი შესაბამისად ტაძარი არის და მოკლედ რა საჭიროა ქუჩა ერთ-ერთი ცნობილი ფილმიდან როგორც ვიცით თუ ტაძრისაგენ არ მიგვიყვანს ჩვენი ქუჩა იწყება ტაძრიდან. სოხუმთან ახლოს სულ რაღაც 15 კილომეტრში სოფელ კამანთან მოედინება წყარო, რომელსაც წმინდა ვასილისკოს წყაროს უწოდებენ. გადმოცემით 308 წელს ქრისტიანთა მორიგი ნიშნავს სწორედ ამ ადგილას უწამებიათ კაბადოკიელი მღვდელმთავარი წმინდა ვასილისკო. წამების ადგილას კი კლდე გაპობილა და წყაროს ამოუხეთქავს. წყაროს სასწაულ მოქმედების ძალას ოდითგანვე აღიარებდნენ მომლოცველები. იმ ადგილას ადრე ტაძარი ყოფილა. თვითონ კამანშიც ადრე იყო მისი სახელობის ეკლესია, რომელიც დაინგრა და დღეს არის მხოლოდ პატარა ესეთი საყდარი ხის აშენებული. არც მისი სახელობის ტაძარი იყო საქართველოში. აფხაზეთშიც დანგრეულია მისი სახელობის ტაძარი. თბილისში ახალაშენებული ტაძარი კლარჯული სტილის არქიტექტურას მიეკუთვნება. ეს არის ორ ეკლესიანი ბაზილიკა. მთავარი ტრაპეზი არის წმინდა მოწამე ვასილისკოსი, ხოლო მცირე ტაძარი ეკუთვნის იოანე ოქროპირს, ჩვენი ეკლესიის მნათობს. კამანთან დაკავშირებულია ასევე წმინდა იოანე ოქროპირის სახელიც. ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ კონსტანტინოპოლელი პატრიარქი სიცოცხლის ბოლო წლებში მოღვაწეობდა და მიიცვალა აფხაზეთის კამანში. კამანი ცნობილი არის იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესიით. ტაძარი აგებული არის მე-11 საუკუნეებში, დაახლოებით ვიცით, უბრალოდ მისი სტილიდან გამომდინარე, მე-19 საუკუნემდე ნანგრევების სახით იყო კამანის ეკლესია მოღწეული. მე-19 საუკუნის მიწურულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ის აღადგინეს. ნიშანდობლივია, რომ თბილისის ახალაშენებული ტაძარი ერთდროულად კამანის ორივე სიწმინდეს აერთიანებს. კამანს უკავშირდება აფხაზი ანუების სახელი. იური ანუა ის ადამიანია, ვინც უდიდესი ძალისხმევა გასწია იქაური სიწმინდეების აღსადგენად და შემდეგ მათ დასაცავად. ეკლესიის აღდგენა შემდეგში საბჭოთა პერიოდში მე-20 საუკუნის 80-იან წლებში განახორციელა დიდმა აფხაზმა ქველმოქმედმა მეცენატმა ადამიანმა იური ანუამ, რომელმაც 80-იანი წლების მიწურულს აღადგინა კამანის იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესია. მთელი ოჯახით მონაწილეობდით ამ ტაძრის აღდგენაში. ჩემ ძმას მიუძღვეს ძალიან დიდი შრომა, ფიზიკურადაც კი. ქვებს მამაჩემი ეძებდა მთელ აფხაზეთის აბსოლუტურად, ყველა კუთხე კუნჭულში, შეიძლება ძველი დანგრეული ფერმები იყო ზოგჯერ, სადაც ნატაძრალებში კომუნისტური რეჟიმის დროს, იქ იყო ფერმები, ან კიდე კინოთეატრები რაღაცა და ეს დანგრეული შენობებს ეძებდა, რომ ეს ეკლესიური ქვები რომ მოეძებნა. და აი ასეთი დიდი სიყვარული, დიდი შრომით იყო აშენებული აი წმინდა იოანე ოქროპირის ეკლესია. წმინდა მოწამე ვასილისკოს ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი შენგელაია სოხუმელია. 15 წლის იყო, როდესაც ოჯახთან ერთად აფხაზეთის დატოვება მოუწია. შემდეგ იყო 10 წლიანი ემიგრაცია და სამშობლოში ახალი გადაწყვეტილებით დაბრუნება. 6 წელი სრულდება დეკემბერში, უკვე 27 დეკემბერს შესრულდება 6 წელი ჩვენი ტაძრის საძირკვლის კურთხევიდან და უკვე მადლობა ღმერთს ღვთისმადლით წყალობით ჩვენი კეთილი ადამიანების, აფხაზეთელების არა მარტო შეწევნით, ასე ვთქვათ, დახმარებით, დიდი გულმოდგინებით, ერთგულებით ჩვენი ტაძარი აი ესეთ მდგომარეობაში. ჯერ კიდევ ბევრი გასაკეთებელი გვაქვს.
ჩამოდიან აფხაზები, აქაც იყვნენ, ასე ვთქვათ, აი ამ ტაძარში მოწვეული, შემპირდა რომ ქვას ჩამოგიტანო ვასილისკოს, წმინდა ვასილისკოს სისხლით ნაბკურებ ქვას, ასე ვთქვათ, კამანიდან ერთი ქალბატონი იყო ჩამოსული აფხაზი და მოკლედ აი ესეთი ხშირი ურთიერთობა გვაქვს, მიმოწერა სოციალური ქსელები, შორი არის რაღაც ფიზიკურად კილომეტრებით, მაგრამ გულშია და ყოველდღიურობაშია აფხაზეთი ჩემთვის. როდესაც ჩვენ ვიწყებდით ტაძარშენებლობას, ხო? ერთ-ერთმა ადამიანმა თქვა, შენ რომ ამ ტაძარს აშენებო, მართლა დაუბრუნდებით აფხაზეთშიო. ხო და მე ამის ძალიან დიდი რწმენა მქონდა და აი აშენდა ტაძარი და მე ვიმედოვნებდა ღმერთის დიდი წყალობით ჩვენ მართლა დავუბრუნდებით. სიყვარული აერთიანებს და მინდა რომ აი ამ სიყვარულით და ერთმანეთის შენდობით, ერთმანეთის პატიებით ჩვენ ისევ გავერთიანდეთ, ისევ ერთად ვაშენოთ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქალაქები და ერთად უნდა ვიყოთ ჩვენ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ გვიწერია.